ბინაცდენს ყველაზე ხშირად პარლამენტს საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის 2012-2015 წლების საქმიანობის მონიტორინგი სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ყველაზე იშვიათად ნაციონალური მოძრაობის წევრები სტუმრობენ. ასევე კვლევის მიხედვით ყველაზე მეტად პარლამენტის წევრები პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებს საპატიო მიზეზით აცდენენ. საპატიო მიზეზებიდან კი ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენების საერთო რაოდენობა 60%-ს აღწევს. რას გულისხმობს ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა? რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ საკითხზე დღესვე მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელა. სამოქალაქო სექტორს მიაჩნია, რომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებია შესატანი, რომელიც აღნიშნულ საკითხს დახვეწავს. ამ მონიტორინგით ჩვენ მივმართავთ არა მარტო პარლამენტს, არამედ საზოგადოებასაც ვაცნობთ ამ მონიტორინგს და შედეგებს და ინიციატივითაც შევდივართ პარლამენტში, რომ ამ კუთხით უნდა დარეგულირდეს ეს საკითხები, რადგან კიდევ განმეორდები, პარლამენტარს არ აქვს უფლება, მინიმუმ მორალური უფლება, ოჯახური მიზეზების გამო არ დაესწროს პლენარულ სხდომას. არასაპატიო მიზეზებით გაცდენა გამოიწვევს ძალიან ცუდ შედეგებს და ჩვენ ზუსტად დღეს ამიტომ შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ კოალიციურ დონეზე და შევიტანოთ შესაბამის ორგანოში განცხადება, რათა მსგავსი ფაქტები იქნეს აღკვეთილი თვითონ პარლამენტის მიერ.